ზოგადად თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ მიმდინარეობს შეტევა ყველა ინსტიტუციაზე, რომელიც მეტნაკლებად თავისუფალი ინსტიტუცია საქართველოში. დაიწყო ეს არასამთავრობო ორგანიზაციებით, რუსული კანონის შემოტანით, ჩვენ ხედავთ რა ხდება კულტურის სფეროში, დღეს მოხდა თეატრში და რა თქმა უნდა ეს აუცილებლად ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია ქვეყანაში, სადაც არცებობაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი და ლიბერალური, ეს არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და რა თქმა უნდა, ამაზე იქნება ძალიან დიდი შეტევა. ჩვენ უკვე ვიცით, დაანონსებული არის, რომ აპირებენ რაღაცა ისეთი კატასტროფის გაკეთებას, არ ვიცით რის, არაფერი კარგი მონადირე არ აქვს, რეფორმა დაარქვეს, რომელიც ისეთივე, რომელსაც მოყვება ისეთივე მწვავე რეაქცია, რაც მოყვა რუსულ კანონის შემოტანას. ანუ ესენი აპირებენ რაღაცა კატასტროფის გაკეთებას. თუ ჩვენ ამის რაღაცა პრელუდიას ხედავთ ალბათ ახლა დიახ, ეს დღეები საზოგადოებრივი აზრის შემზადებაც მიმდინარეობს ამისკენ. სიახლე არ ყოფილა. არ არის სიახლე. რადგან მისი ერთ-ერთი თანამდებობელი ქალბატონი გიული ალესანია არის. იგი იყო პირდაპირ ბრალდეები, მაგალითად მათ შორის ფაქტობრივად უფასოდ გადაცემაზე, შემდეგ უკვე გარკვეული ვალდებულებების განახევრებაზე ომის პერიოდში და კიდევ სხვა ბრალდეები, რაც შეგიძლიათ. თქვენ რა თქმა უნდა, ყველაფერი ციცრო არის. თუ გახსოვთ, იყო როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მერე კობახიძე საუბრობდნენ იმაზე, რომ თქო საქართველოს უნივერსიტეტი ერთხელაც მიიღო გიული ალესანიამ, რაზეც ჩვენ ორჯერ უჩივლეთ სასამართლოში, თუმცა არც ერთხელ სასამართლომ არ მიიღო ჩვენი სარჩელი წარმოებაში. აი ახლა დაიწყოს ამ ამბის გარჩევა წულუკიანის კომისიას. ანუ თქვენ შეიტანეთ სარჩელი ანალოგურ ბრალდეებთან მიმართებაში ამავე რუსეთის სასამართლოში. კობახიძის მიმართ და ღარიბაშვილის მიმართ ერთხელ შევიტანეთ, მეორეჯერ შევიტანეთ, ორჯერ შევიტანეთ, მიუხედავად იმისა, ორჯერ არ მიიღო კომისიის სასამართლომ ეს სარჩელი. ეს ჭორები დიდი ხანია ვრცელდება, ჯერ კიდევ ავიცებად 15 წლის წინ დაიწყო, უფრო მეტი ხნის წინ ამ ჭორების გავრცელება, მაგრამ ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ მიიღო სრულიად აბსურდული სახე. რა თქმა უნდა, ის რასაც ქართული ოცნების კომისიაზე საუბრობდნენ ბატონი გურგენიძე და ბატონი კოპალიანი, იყო აბსოლუტური სუმბური, დროში, ყველაფერში ერთმანეთის მიმართ ერთი რას ლაპარაკობდა, მეორე სხვას ლაპარაკობდა. ხო თქვენ გახსოვთ საუბრობდა გურგენიძე თითქოს გაუნახევრეს საქართველოს უნივერსიტეტის გადასახდელი საფასური ბიუჯეტში გადასახდელი, ამ დროს კოპალიანი ამბობს, რომ კი არ გაუნახევრეს, გაუნაწილეს ერთ წელიწადზე. ანუ ამაშიც კი ვერ შეთანხმდეთ, საერთო მესიჯიც კი ვერ დაალაგეს. იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს საერთოდ არაფერი არ გადაიხადა საქართველოს უნივერსიტეტმა, იმიტომ რომ თითქოს მათ ვერ მიიღეს ეს ფული, მაგრამ გებეისეს არც უნდა მიიღო, იმიტომ რომ ეს ქონებები ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს. და ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა ეს თანხა. ჩვენ ყველა გადახდის თქვით არის, გვაქვს სხვადასხვა ძალიან დიდი ნაწილი ამ თანხის ჩარიცხვა იქნა ქართულ ბანკიდან. იყო ასევე საზოგადოებას ატყუებენ თითქოს რაღაცნაირად გპ-ის ჩამოერთვა ეს ქონებები, გპ-ის სტუდენტები დარჩენ შენობების გარეშე, ამიტომ შეეზღუება მათ ცნობა გარკვეულ ინფრასტრუქტურაზე, თითქოს ეს ამან დააზიანა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ესე არ ყოფილა. ეს შენობები იყო დაუსრულებელი მშენებლობები, იქ ადამიანი ვერ შევიდოდა, იქ ცარიელი კარკასი იყო, არც შუშები ქონდა და არც ფანჯრები და არც არაფერი. იატაკიც არ იყო დაგებული ხშირ შემთხვევაში. ეს იყო კარკასები, რომელიც საბჭოთა კავშირში დაიწყო მათი მშენებლობა, მაგრამ ისინი არ დასრულებულან და არასოდეს არ გადაცემულა გპ-ის ბალანსი. ამით გპ-ი არასოდეს არ სარგებლობდა ტექნიკური უნივერსიტეტი, ხო. და როდესაც სახელმწიფომ გამოიტანა ეს თავიდანვე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და არა ტექნიკური. არა, ეს იყო ეკონომიკის უნივერსიტეტის არ იყო, ხოდა იმას ვერ საერთოდ რა თქმა უნდა, ეგეთი ამას ერთად და ეს ინფრასტრუქტურა იყო დაუმთავრებელი, დაუთვისებელი და აუტვირთავი ფუნქციონალურად. და ფუნქციონალურად დაუტვირთავი იყო შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში უკანონოდ ვიღაცები იყვნენ შესრულები და რაღაც შეფასებები და იქ რაღაცას თორცები ზის რაღაცას ხდიდნენ ვიღაცები და ზოგიერთ იმაში იყო ბენზო გასამართი, გაზის გასამართი სადგური ეზოში და ესეთი ასეთ შეიძლება იყენებდნენ, მაგრამ ეს იყო რა თქმა უნდა უკანონოდ, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს ქონება, რომელსაც ქონების მართვის სააგენტო კურირებდა, ხელმძღვანელობდა და მათ ეკონომიკის სამინისტრომ გამოიტანა გასაყიდად. არაფერი ამით გპ-ის სტუდენტებს არაფერში ხელი არ შესხიდა. იყო რამე პრივილეგირებული გარემო განწყობა, რის გამოც იკითხვა, რომ აი სპეციალურად იქნა მორგებული ამ უნივერსიტეტის დაფუძნებლებისთვის, რომ მხოლოდ მათ შეძლებოდა და აუქციონზე
გამარჯვება. რა თქმა უნდა, საერთოდ შეიძლება ყველაფერს პირიქით შეხედო ხოლმე, მაგრამ ადამიანები იღებენ მონაწილეობას აუქციონზე, როცა აწყობთ ის პირობები, რაც აუქციონზე ის ქონება აწყობთ, რაც არის გამოტანილი, რა პირობებითაც არის გამოტანილი, მაგიტომ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა. თუ ეხლა ჩვენ პირიქით შევხედოთ, რომ იმიტომ იყო ესეთი პირობები, რომ რაშას ქალაქის ცენტრში არსებობდა ეს შენობები და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, ჩვენთვის ეს იყო საინტერესო. რა მასშტაბის ინვესტიციები განხორციელდა ამის შემდეგ? ეს იყო თავისუფლად ჩვენ ეს შენობები ვიყიდეთ, სადაც $3 მილიონ მეტი გადავიხადეთ ამ შენობებში, მაგრამ გარდა ამისა, მე ერთბაშად იქნა $12 მილიონი მოზიდული OPEC-ისგან, ეს იყო ამერიკული ბანკი და გარდა იმისა, კიდე რამდენი წლების განმავლობაში ინვესტიცია გაკეთა, ხო, იმიტომ რომ იქ მართლა ლაბორატორიები გაიხსნა, იქ მართლა ტყუიან GPI-ის წარმომადგენლები, როდესაც იძახიან, თითქოს რაღაც ლაბორატორიები იყო ელექტრონიკის და სამხედრო ლაბორატორიაო, კიდე იძახის ბატონი კოპალიანი, ხო, რა სამხედრო ლაბორატორია, სადაც სამხედრო ლაბორატორია, როგორც წარმოგიდგენთ, ლაბორატორია ნიშნავს იქ, სადაც ექსპერიმენტები ხდება და GPI-ში, ტექნიკურ უნივერსიტეტში სამხედრო ექსპერიმენტები მიმდინარეობდა, ეს ხო აბსოლუტური ტყუილია. ყოველ შემთხვევაში იმ შენობებში, სადაც კარკასი იყო, ვერანაირი ლაბორატორია ვერანაირი იქნებოდა თავისთვის ჰქონდათ სადმე. იქ სხვა შორის პოლიტექნიკური სქვევით, ძალიან სიღრმეში რამდენიმე სიუჟეტი გვაქვს გაკეთებული. მაღარო ლაბორატორიებია. იქ არის მაღარო ლაბორატორია, იქ სადაც გეოლოგები ჩადიან, ეს არის სამხედრო ლაბორატორიები რა. დაუბრუნდეთ საქართველოს უნივერსიტეტს, დიახ. უამრავი ინვესტიცია გაკეთა, ათეულობით მილიონის ინვესტიცია გაკეთა მართლა ლაბორატორიებაში და ძალიან კაი ლაბორატორიები. ეხლა ეს კარკასები ალბათ დღემდე იდგებოდა კარკასებად, საქართველოს უნივერსიტეტს რო არ შეეძინა და იქიდან მართლა მშვენიერი შენობები რო არ ექცია. და სტუდენტები როგორც არ იყენებდნენ მანამდე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ვერ გამოიყენებდნენ ამ ინფრასტრუქტურას. აქ არის კიდე ერთი სპორტული მოედანი, რომელზეც საუბრობენ, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტმა შეიძინა. ეს სპორტული მოედანი მე გეტყვით, რომ უკანონოდ GPI-ის ადმინისტრაციის მიერ შექმნილმა შეპოსოს, სადაც თვითონ GPI-ის ადმინისტრაცია იყო. საკუთარ თავს მიაქირავეს 50 წლიანი იჯერა აღნაგობით. ანუ საერთოდ ჩაითვალა, რომ GPI-ის არ ჭირდებოდა და შეპოსოს მიაქირავეს 50 წლით. ანუ აქ საერთოდ რაზე ალაპარაკი, რომ თითქოს GPI-ის სტუდენტებს რამე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამე შეეზღუდათ. რა თქმა უნდა, არაფერი არ შეეზღუდათ. ეს არის უბრალოდ რაღაც კამპანია ატეხეს, სრულიად ცილისწამებლური, აბსოლუტურ აბსურდზე დავყარებული და ხო გამახსენდა თორსტები გებელსის სიტყვებია, რომ რაც უფრო აბსურდული იქნება პროპაგანდა, მით უფრო დამაჯერებელი იქნება.